უამრავი სხვა თემაა, გულახდილად გეტყვით, მაგრამ სკროლვისას და ყველა სკროლავს, არავინ არ თქვას, რომ არ სკროლავ. პროფესორიც სკროლავს და მანქანის ხელოსანიც. მებაღეც და სტუდენტიც. მუსიკოსიც და მეწაღეც. მოკლედ სკროლვისას წავაწყდი ერთ ვიდეოს, რომელიც თქვენს მინდა რომ გაჩვენოთ. და ეხება იმ ყბადაღებულ თემას, რომელზეც მეც ორი ვიდეობლოგი ჩავწერე და პლუს ერთი ლაივიც მქონდა ამ თემაზე. ეს არის მოქალაქეებისათვის წართმევა არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა. ამ ვიდეოში, რომელსაც ახლა გაჩვენებთ, ერთის დედაცემული კაცია, რომელიც ხვალ რაც არ უნდა ჩაიდინოს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, იმასაც კი იმდენად დედაცემულია, რომ იმასაც გააправებს. თუ იმას გონია, რომ აправებს უსასყიდლოდ, საკვირველი ასე არ არის. მე არც მის ჯიბეში ვძვრები და არც იმას ვითვლი, რამდენ ფულს რა რაოდენობის თანხას იღებს ის ხელფასის სახით ყოველთვიურად. იმას კი ვჭვრეტ და ვხვდები, რომ ეს ცოტა თანხა არ იქნება მისი მადიდან გამომდინარე. და აი რა თანხაც არის, მნიშვნელობა აქვს რამდენია. იმ თანხად 5,000-ია, 7,000-ია დოლარია, ლარია, იმ თანხად ყიდის ქვეყანასაც, საკუთარ თავსაც, საკუთარ შვილებსაც ღალატობს, წარსულსაც, არა საკუთარს, არამედ ქვეყნის წარსულს და მომავალს რასაკვირველია ებრძვის. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ეხა ერთი ხანობა გადამინდა, ერთი წუთი გადამინდა კიდეც ამ კაცის წარმოჩენა, მაგრამ რაღაცა დაგპირდით მაინც მოусვინოთ ამ. ჩვენ ბევრი ნამუსგარეცხილი გვყავს და ტოპ 10-ულიც გვყავს. ნამუსგარეცხილებისა მე-10 თუ მე-9 ხანდახან გავარდება ხოლმე, მე-11 შემოვა ამ ტოპ 10-ულში. მერე ვიღაცა გავარდება, მე-12 შემოვა და ასე შემდეგ. ეს მუდმივად ინარჩუნებს ადგილს ამ უნამუსო ნამუსგარეცხილთა ტოპ 10-ულში. 20 წელია წასულია, რომელსაც ყველანაირი კავშირი გარდა ახლობლებთან ურთიერთობისა დაკარგული აქვს საქართველოს მიმდინარე მოვლენებზე, სწორიც არის, რომ არ იღებს მონაწილეობას. ადამიანი, რომელიც 15-20 წელია მე რა გპირდით, რომ შალვა რაბიშვილზე კომენტარს აღარ გავაკეთებდი, ამ თემაზეც აღარ გავაკეთებდი კომენტარს. გაცილებით მნიშვნელოვანი თემებზე გვაქვს სალაპარაკო. ეს გაცილებით მნიშვნელოვანი თემა პირველ ყოვლისა უკავშირდება იმას, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება აღარც მალავს რომ აპირებს საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას. როდესაც ამას წარმოთქვამენ ხოლმე ცალკეული შალვა რამიშვილები, ანუ ხელისუფლებაში დე იურე არ მყოფი პირები, კი შეიძლება ბევრმა ჩვენგანმა იფიქროს, რომ ეს შალვა რამიშვილის თუ ზაზა შათირიშვილის მოსაზრებაა. ვასილ მაღლაფერიძისა ან რომელიმე პროპაგანდისტისა. მაგრამ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი, თუნდაც დე-ფაქტო პარლამენტის წარმომადგენელი ამბობს რაღაცას, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი ან დასაწყისი. ერთგვარად ზონდირებას აკეთებენ ამ თუ იმ თემისა. აი ესეთი კალია, ქალბატონი დეპუტატი მაია ბითაძე, რომელმაც თქვა, საქართველო, რომელიც ისტორიულად აბრეშუმის გზის ქვეყნად ითვლება, მზადა იყოს და აქ დასხედით ნეიტრალური და საიმედო პარტნიორიო. დიახ, ესენი ეუბნებიან დასავლეთს ან ცდილობენ, უთხრან უფრო ზუსტი რომ იყო, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტის სცანით, ჩვენ გამოვაცხადებთ და თქვენს სცანით, გვაღიარეთ ნეიტრალურ სახელმწიფოდ, თუმცა რუსების ბაზების დაკარონებასაც აპირებენ, ეგრა მაგის პასუხია, მაგრამ ერთ წუთს ამას დავანებოთ თავი. სამაგიეროდ ჩვენ ვიქნებით საიმედო პარტნიორი, აბრეშუმის გზია ხო ვართ, ანუ შუა დერეფანი ვართ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი გზა ვართ. და ეს საკმარისია, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა იმის საფუძველს, რომ თქვენი პარტნიორი ვიყოთ და ვიქნებით საიმედო პარტნიორები. ოღონდ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ დასავლეთი მათ სრულიად არ შემოხავთ. ანუ დასავლეთს არა თუ 100%-ს აბრეშუმის გზაში, არამედ გაგიკვირდებათ და 10%-საც კი
15%-საც კი არ აძლევენ. ესენი ეუბნებიან დაახლოებით შემდეგს იმ პირობებით უნდა შემოვიდეს დასავლეთი, რა პირობებსაც ვაწესებთ ჩვენ. ანუ ჩვენ ვიქნებით ნეიტრალური სახელმწიფო, აქ ძირითადად იქნება წარმოდგენილი ჩინეთი და რუსეთი, ხოლო თქვენ დასავლეთს ისიც სამადლოდ მოგიგდებთ აბრეშუმის გზაში თანამონაწილეობას, მაგალითად 10-15%-ის წილის ოდენობით და თუ ჭკვიანურად არ მოიქცევა საფრანგეთი, გერმანია, ზოგადად ევროკავშირი ან შეერთებული შტატები, ისე მოგისვრით როგორც აქამდე მოგისროლეთო. მაია ბითაძე კი არ არის ამის ავტორი. ეს არის ზონდირება რეალურად ამ თემისა და საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის თემის უკვე ღიად წამოყენება. მე კარგად არ მესმის სხვა რამეც, გულახდილად გეტყვით. ეს ხელისუფლება არაფერს არ ამბობს, არაფერს არ აკეთებს და არ ამბობს ისე გათვლის გარეშე. ხანდახან ზონდირებას აკეთებენ რაღაცებისა და ხანდახან გადაწყვეტილად და ნაჩქარევადო ბევრი ჩვენგანი ამბობს, იღებენ გადაწყვეტილებას რაღაცის გაკეთების თაობაზე. მე კარგად არ მესმის კი არა, მეორე მხრივ მესმის, ეს არის სტრატეგიული ბუნდოვანების შემოტანის მცდელობა. ერთნი ამბობენ იმას, რომ შეერთებულ შტატებთან ჩვენ ურთიერთობა გვინდაო, მაგალითად ამას ამბობს ირაკლი კობახიძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმშიო. ნათქვამი გვაქვს არაერთხელ, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით ამბობს ბანდიტი კობახიძე, თუმცა ბანდიტი კობახიძის თანაბანდიტი, ოღონდ არა ხელისუფლებაში მყოფი ასე მაგალითად ზაზა შათირიშვილი, რომელიც იდეოლოგია დასაკვირველია ერთ-ერთი მთავარი, თუ მთავარი არა, იზიდა ივანიშვილისა და ზოგადად ქართული რუსული ოცნებისა, ანუ ბანდიტური დაჯგუფებისა, მეორე მხრივ ამ შეერთებულ შტატებს აგინებს JD Vance საერთოდაც უწოდებს Deep State-ის წარმომადგენელს და არა მხოლოდ შათირიშვილი, არამედ ისინი, ვინც გარშემო ტრიალებენ ქართულ ოცნებასთან, არიან ოცნებაში კი არა, ოცნებასთან. და არის ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ ერთმანეთთან ვერ არიან შეთანხმებულნი, გაგიკვირდებათ და არა სტრატეგიული ბუნდოვანება შემოვაქვთ. ერთის მხრივ ზაზა შათირიშვილს ალაპარაკებენ, კონკრეტულად JD Vance-ის საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებინებენ, მეორეს მხრივ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ვხედავთ პასიურობას, შევხედავთ ვინ გადაძალავს არაფორმალური მმართველობა, რომელიც ზუსტად ისეთი გავლენით სარგებლობდა სრული ტოტალური გავლენით გასული 4 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებზე, როგორც დღემდე სარგებლობს ევროკავშირის მიმართ, თუ გადაძალავს კვლავაც არაფორმალური მმართველები, უკაცრავად, თუ კვლავაც არაფორმალური მმართველები მიიღებენ უპირატესობას საქართველოსთან მიმართებაში, მაშინ შეიძლება არც არაფერი შეიცვალოს. ამას ამბობს ირაკლი კობახიძე, რომელიც გვიანოცებდა, რომ 20 იანვრის შემდეგ აქციების დასრულდებოდა დედაქალაქში თბილისში და საერთოდაც ტრამპი დაამარცხებდა რა Deep States, გადმოხედავდა საქართველოს და usუფთავესი ფურცლიდან დაიწყებდა ურთიერთობას საქართველოს და შეერთებულ შტატებთან. ჩვენ კვლავაც ვიმყოფებით სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, მათ მართლა ჰგონიათ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ან JD Vance ასე რომ დარეკავს და უკავშირდება ასე მაგალითად კობახიძეს ან ყაველაშვილს და მოდი სტრატეგიული ურთიერთობა განვაახლოთო, ეტყვის თუნდაც მარკო რუბიო. ასე რომ მოხდეს ამ შემთხვევაში ზაზა შათირიშვილს რას უშვებით. ან რომელიც ამბობს, რომ JD Vance Deep State-ია, JD Vance არის პროტების სათავე, JD Vance და ტრამპი რეალურად არ გამოსწორდებიან და Deep State-ის მძევლები არიან თუ თავად არიან Deep State-ის წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში მოიცილებთ ზაზაია შათირიშვილს, ეს ხომ ასე არ მოხდება, ეს ხომ კარგად ვიცით, რომ არც მოიცილებთ, რაც უფრო მთავარია, არავინ არ დაგიკავშირდებათ თქვენ, ბარემ რომ იცოდეთ თქვენ, რომლებმაც და თქვენმა ლიდერმა უფრო ზუსტი რომ იყო, არც კი მიიღო წერილი მარკო რუბიოსი, იქნება და რა ეწერა იმ წერილში, იქნება და ეწერა მართლა, მოდი გადავტვირთოთ ურთიერთობაო, მაგრამ ეს არც იკადრა ბანდიტმა ბიზინა ივანიშვილმა წერილის კონვერტის მიღებაც კი არ იკადრა. ამასობაში რასაკვირველია, ჩვენ უნდა გაგვახსენდეს ტრამპის 2-3 დღის წინ ნათქვამი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო კონგრესი, ორივე პალატა მუშაობს. ნახეთ როგორ არის პუტინის მოკავშირის სახელმწიფოების დასანქცირებაზე და როგორ გონიათ საქართველოს პირველ
10-ეულში მოხდება, პირველ 20-ეულში, პირველ 30-ეულში თუ პირველ ასე მაგალითად 3-ეულში, რასაკვირველია, 3-ეულში თუ არა 5-ეულში ნამდვილად მოხდება საქართველოს ბელარუსთან ერთად ან ბელარუსზე წინ ან ბელარუსზე ოდნავ უკან მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს როგორც ქვეყანა თავისი მოსახლეობით ასე ვიტყვი, რასაკვირველია მოხდება ამერიკის შეერთებული შტატების და კონკრეტულად ლინდსი გრემის სანქციათა პაკეტში ეს არ არის მეგობარი აქტი, ბევრს შეიძლება შეეშალოს, მეგობარი აქტი კიდე ცალკე უბედურება ელის ქართულ რუსულ ოცნებას და ძალიან კარგია რომ ელის, იმიტომ რომ იქ ჩამოწერილი იქნება გვარსახელებიც, მაგრამ ამავდროულად ჩამოწერილი იქნება ის ბენეფიტები ქართული საზოგადოებისათვის, ქართული სახელმწიფოსათვის, რომლებსაც ჩვენ მივიღებთ მეგობარი აქტის სრულ რედაქციაში მივიღებთ თუ ამ ბანდიტებს, როგორც ქვეყნის ამომგდებებს მოვიშორებთ, რაც შეეხება ლინდსი გრემს, რომელიც მეგობარი აქტის მხარდაჭერიც არის და მომავალში რასაკვირველია იქნება სხვა სანქციების რუსეთის წინააღმდეგ შესამუშავებელი სანქციების მთავარ ლობისტი, მთავარ გამტანი ხო, სხვებთან ერთად რასაკვირველია რიშტად ერთად და არა მხოლოდ რესპუბლიკელებს გულისხმობ, არამედ დემოკრატებსაც, ლინდსი გრემი უთუოდ ჩაწერს საქართველოს როგორც ქვეყანას და საქართველოს დე-ფაქტო მმართველობას დასასანქცირებელთა სიაში ელოდოს ამის შემდეგ ურთიერთობის გადაწვირთვას შეერთებულ შტატებთან ბანდიტი ირაკლი კობახიძე და აწერინოს მანაც და პირველ ყოვლისა მისმა ნაჩალნიკმა ბიძინა ივანიშვილმა ზაზა შათირიშვილს წერილები ანტიამერიკული სახელმწიფო ამერიკის და პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ მიმართული აწერინოს, უნდა ვიცოდეთ ყველა პრინციპში, რომ არათუ ზაზა შათირიშვილის, რომელიც თავარი იდეოლოგია, არამედ ნებისმიერი ჩვენგანის, ჩემი ჩათვლით, ასე გეტყვით, ხო, ნებისმიერი ჩვენგანის საჯარო კომენტარები, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებზე კომენტარები, პოზიციები და ასე შემდეგ ხდება და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ყურადღების ცენტრში ყურადღების ქვეშ აკვირდებიან გამადიდებული შუშით უკლებლივ ყველას და რაპორტზე მიდის არა მაინც და მაინც ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე, მაგრამ სათანადო იმ პირებთან, რომლებმაც უნდა შეიმუშავონ პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, ამასობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ საქართველოში იმყოფება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი საელჩოს განცხადებით ვიზიტის მიზანია განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველოს მხარი დაუჭიროს ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. კარგად უნდა გავიგოთ, რომ აქ ლაპარაკია ტრიპზე, ანუ იმ სახელდებით ტრამპის მარშრუტზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის მოწესრიგების ქვაკუთხედზე, რომელიც ამ ორ ქვეყანას და განსაკუთრებით რასაკვირველია სომხეთს მოკლედ ზანგეზურის დერეფანზე ასე არასწორი ტოპონიმიკით, პრინციპში არცსათქმელი ტოპონიმიკით უნდა წარმოთქვა ამ რეგიონს, სამხრეთ კავკასიის რეგიონს და აკავშირებს თურქეთთან და ამას იცით თქვენ რომ ეწოდა აბრივიატურით ტრიპი. როგორ უნდა დაეხმაროს საქართველოს ტრიპისში, როგორ უნდა იყოს ჩართული? კი, ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს საქართველოს, მაგრამ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ნახეთ რას აპირებს, რას ეტყვის, მაღალი ალბათობით ეს შეხვდება ეს კაცი, რაგვარიც არის ასკონასი ხელისუფლებად წოდებული ბანდის წარმომადგენლებს, ისინი ეტყვიან, რომ ჩვენ თანახმანი ვართ თქვენთან ურთიერთობის აღდგენაზე, ტრიპშიც გარკვეულ მონაწილეობას მივიღებთ, ოღონდ თქვენმა ლიდერმა და ადმინისტრაციამ სცნოს საქართველოს ხელისუფლება, რასაც კვლავ ვიმეორებ, არ აპირებს ვაშინგტონი, არც დააპირებს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა კი ბევრჯერ გითხარით, უკვე გადალახა წითელი ხაზები. ბიძინა ივანიშვილი უკვე ხელ არ ჩამოსართმევი პერსონაა. ბიძინა ივანიშვილმა უკვე შემოარღვია ის თამაშის ის წესები, რომლებიც დაწესებულია ამ საინტერესობოდი, ასე ვიტყვი, სოფლიოში და ბიძინა ივანიშვილის თაობაზე ყველაფერი იცის დასავლეთმა და განსაკუთრებით რასაკვირველია იცის ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილს ამერიკელთა მხრიდან საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების აღიარება სჭირდება, იმიტომ რომ რეპრესიები როგორც ასეთი გააправოს, რეპრესიების რაღაც ლეგიტიმური გახადოს, რეპრესიების რო ჩაატარებს, მე უკვე ღიად თქვას, რომ მე ლეგიტიმური ვარ და
მაქვს ჩატარების უფლება, რეპრესიების ჩატარების უფლება, აგე ამერიკის შეერთებული შტატები და მასთან ერთად თუ ეს მოხდება რასაკვირველია და ოღონდ არ მოხდება, ევროკავშირის მაღიარებს ლეგიტიმურადო და ეს არის მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, თუმცა აკი გითხარით რომ მას უნდა რომ ამერიკა შემოიყვანოს არა უმეტეს 10-15%-ისა და მერე თან ევაჭროს და უთხრას რომ ისი რა არის თუ კარგად არ მოიქცევი, იმ 15%-საც წაგართებ და გადაგაგდებ ისე, როგორც გადავაგდეთ ამის დროზე ევროპელი პარტნიორები, რომლებსაც რას არ დაუპირდი ამ 4 წლის წინ და მართლაც რას არ დაპირდა ბიზნე ივანიშვილი, ოღონდ ბოდიში ამ ზმნისათვის მოიხმარა, მოდი ესე ვიტყვი, თქვენის ნებართვით გადააგორა რაღაც კრიზისები და ახლაც გადაგორება უნდა რაღაც გარკვეული კრიზისების, ამიტომაც ძაბავს სხვათა შორის რომ ეს ხო რუსული მმართველობა ბოლომდე ჭიმავს ამ ეგრეთ წოდებულ დაძაბულობას რეზინას, ხო? და აი უკვე ახალი სასტარტო მდგომარეობიდან უნდა რომ დაელაპარაკოს, თუ ვინმე დაელაპარაკება, რასაკვირველია, ოღონდ კვლავ ვიმეორებ, ალბათ მე-10-ით, მე-20-ით თუ ასე შემდეგ, რომ ახალი სანქციები არის გზაში, მათ შორის იმ ქვეყნების მიმართ თუ წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან და რაცა უნდა მაიმუნოს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ეკონომიკას ზრდი, ეს ის ქვეყანაა, ეკონომიკას რომ ზრდის ქაღალდზე მაინც, მაგრამ 700 მილიონი დოლარი რომ შემოაქვს ერთ ჯიხურს და მისი მინისტრები, მისი მინისტრის მოადგილეები, მისი პრემიერ-მინისტრი, მისი ბიზნესმენები, მისი ნარკოკარტელები, მისი მაფიოზური ჯგუფები და ასე შემდეგ, ამ ბიუჯეტის ან ამ ქვეყნის ყოლეფითა და გამოხვრით რომ არიან დაკავებულნი 700 მილიონი შემოაქვს უკანონო ფული, არ შავი ფული ერთ ჯიხურსო ასე გვითხრეს, თორე მე კი არ ვიგონებ და ამან ამდენი 700 მილიონი შემოაქვს რომელიმე Liberty Bank-ს ან Liberty Bank-ის მსგავს, წარმოგიდგენიათ, რა შავი ნარკო, რა შავი კრიპტო, რა შავი სანქციებისაგან რუსეთის თავდახსნის ხო ფული ტრიალებს ამ ქვეყანაში, რა კოლცენტრების ფული ტრიალებს ამ ქვეყანაში, რა მაფიოზური ფული ტრიალებს ამ ქვეყანაში და თუ ახლა 9 თუ არ ვცდები პროცენტი გვაქვს ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე, ასე რომ არ ყოფილიყო, ასე რომ არ იყოს, წარმოიდგინეთ რამდენჯერ 9, კარგი, 1.5-ჯერ 9, 15%-იანი ზრდა მაინც გვექნებოდა თქვენი ქვეყნისა, ის იქნებოდა ეკონომიკური ზრდა თქვენი ქვეყნისა, ოღონდ თქვენ 20 გიბატებენ პენსიონერებს მიმართ გიმატებენ პენსიას პირები, რომლებიც ათეულობით არა, ასეულობით, საც არა, მილიარდობით დოლარს ატრიალებენ და მე ერთმანეთსაგან იღებენ და გადაკიდებულნი არიან, არ ცნობს, არ დაელაპარაკება, არ აღიარებს დემოკრატიული სამყარო, მათ შორის შეერთებული შტატები, ამ ქვეყანას, რომლის იდეოლოგიც, აკი გითხარით და გავიმეორებ, დედას აგინებს პარალელურად ვიცე-პრეზიდენტს და ეს საელჩოს ხაზით და არა მხოლოდ საელჩოს ხაზით, რასაკვირველია უკვე იციან შეერთებულ შტატებში, ამავდროულად იციან რომ კობახიძე ყალბად იხვეწება ურთიერთობის გადალაგებას ვაშინგტონთან, ოღონდ კვლავ ვიმეორებ ყალბად, იმიტომ რომ ვაშინგტონს კობახიძის ფიცისა არ სჯერა და არც შესაბამისად ბოლო აკვირვებს ამ დე-ფაქტო ხელისუფლებისა. რას ეტყვიან ამერიკელ მაღალჩინოს? ანს ეტყვიან რომ ჩვენ თანახმა ვართ რომ ვიყოთ პარტნიორები, ტრიპშიც მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ თქვენ შემოდით და ამავდროულად საკუთარ პირობებს დაუყენებენ. ცოტა გაოგნებული დაბრუნდება ეს პატიოსანი კაცი ვაშინგტონში, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და მაღალი ალბათობით რუბიოსთან არა, ალბათ არა, მაგრამ სხვა მაღალ ჩინოვნიკებთან კი ექნება საუბარი თემაზე, რომ მაიაბითაძეზე არა ცხადია, მაგრამ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ შემოგთავაზა ჩვენ მათი გაправება, ამავდროულად რუსული ბაზების დაკანონება, ამავდროულად ამ ქვეყნის ნეიტრალიტეტის მხარდაჭერა, ამავდროულად დემოკრატიის სრული უგულებელყოფა, ამავდროულად ჩინეთ-რუსეთის ინტერესების მეტად გათვალისწინება, ამავდროულად მაფიოზური დაჯგუფება, ქართული ოცნების სამუდამოდ დატოვება და ჩვენი მხარდაჭერა უნდა ვაშინგტონის მხარდაჭერა უნდა ოფიციალურ თბილისსო და ასე შემდეგ და რუბიოს მოადგილეც გაოგნებული იქნება რასაკვირველია და კიდევ ერთხელ ჩამოუყალიბდება შეერთებულ შტატებს ვაშინგტონს მკვეთრზე მკვეთრი პოზიცია, რომ ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა უნდა დასრულდეს, რომელიც სრულიად
არა მხოლოდ არადემოკრატიული, არამედ არაადეკვატური. ახლა კი ბოლო პასაჟები თემაზე უფრო გულახდილად გეტყვით რა თუ გნებავთ ესე აი ჩავსკროლავ და ოდიში ეს სალვარაბიშვილს რომ გამანებოთ თავი ერთ წუთს აჩიკოსაც გავუთიშოთ რომელიც მირეკავს სამასობაში და აჩიკო გულედანს ჩემს მეგობარს ხმასაც ჩაუწიოთ ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის რომ ერთ პოსტამდე ჩავიდე თუ ის ამასობაში არ დამეკარგა ხო ხო ბოდიში სხვა თემაზე მინდოდა მაგრამ გიორგი ლაბაძეს მოусმინოთ რომელიც სწორედ ასკო ნასის ვიზიტზე ამდენ წუთიანი ვიდეოა მე მგონი არ არის დიდი წუთი და 47 და მე გავამყაროთ ჩვენი პოზიციების გერების პოზიციები. შეთავაზების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც ასევე იყო სომხეთის საზღვართან და ანუ სადახლოზე იყო ეს უნდა მეთქვა. გახსნას სომხეთს აზერბაიჯანს შორის და ამასთან ერთად თავი რაც არის ყურადღება გაამახვილა თუ როგორ შეიძლება მიიღოს საქართველოს მონაწილეობა აი ამ მარშრუტში. ეხლა ეს ბევრჯერ ნათქვამია, მე ბევრჯერ მithქვავს, უბრალოდ ეხლა რა მინდა დავაანონსო და რაზე არის საუბარი. ჩვენ ჯერ კიდევ ჯონას კონასის ამ ვიზიტამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე, ცოტა უფრო მეტითაც დავაანონსეთ და დავგეგმეთ უფრო სწორად კონფერენცია თბილისში, უბრალოდ იგივე დასახელებით პრინციპში. ოდიში გიორგამ კარგია რომ გამახსენდა მეც მაგალითად ალბათ მეც მივიღებ ამ კონფერენციაში მონაწილეობას, რომელიც შეეხება გზა და საქართველოს. ტრამპის და საქართველოს. ჩვენი ხედვა რომ ამ მიმართულებით წავგემართა საუბარი, დიალოგი და საზოგადოების ყურადღება მიგვექცია, როგორც არის ძალიან რელევანტური. რა არის მნიშვნელოვანი ახლა ბარემ ვიტყვი და რომ ვიცოდეთ მაინც ჩინური მათ შორის, მაგრამ განსაკუთრებით ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ტვირთები როგორღაც უნდა მოხდეს. დასავლეთში საქართველოს ალტერნატივა კონკურენტი ხავს, მაგრამ ალტერნატივა არ არის ეს კონკურენტი. ანუ ტრამპის გზა არის ჩვენი კონკურენტი ეს ტრიპი, მაგრამ არ არის ჩვენი ალტერნატივა. ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ადეკვატური უნდა იყოს. ადეკვატური ხას უსვამს დემოკრატიულიც და დემოკრატიულობიდან გამომდინარე ადეკვატურიც ამ ცენტრალური აზიის ტვირთების დასავლეთში მოხვედრის მარშრუტების პროცესში და ცენტრალურ აზიასთან ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბება აუცილებელი ოღონდ ამ ბანდა ხელისუფლებას აღარავინ აღარ ენდობა აღარ ცენტრალურ აზიაში აღარ ჩინეთში მეთქი ასე ვიტყვი მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ აპიარებენ საკუთარ თავს ჩინეთში როცა მიემგზავრებიან ხოლმე დასავლეთში ხობით უმეტეს არ ენდობიან ჩვენ გვჭირდება ძალიან სრულყოფილი რკინიგზა თანამედროვე ჩვენ გვჭირდება პორტი ერთიანი გააზრება შავი ზღვის საქართველოს მონაკვეთის აფხაზეთის ჩათვლით აკვატორიისა, ოჩამშირე ანაკლიის ერთიან სივრცეც წარმოდგენა მიუხედავად იმისა, რომ ოჩამშირე ოკუპირებული არის, ქაღალდზე მაინც წარმოდგენა, ასე ქაღალდზე მაინც შეთავაზება დასავლეთისათვის და ასე შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება კასტრატი ხელისუფლება ამ თვალსაზრისით გარდა იმისა, რომ ის არის ხელისუფლება წოდებული უფრო ზუსტი რომ იყო ის არის რუსეთის აქ მეტი რუსეთის შემოყვანის ინიციატორი, მეტი რუსეთისა და ჩინეთის დამკვიდრების ინიციატორი და ეს არ გავა. აი ამის თქმა მინდა ამ ცოტა მრავალთემიან ვიდეობლოგში. არ გავა ეს ყველაფერი. ჩამოყალიბდით. ტრამპი deep state-ია თუ ტრამპი deep state ჯერაც არ არის და deep state-დება და მასთან ურთიერთობა გინდათ. რეალურად საქართველოს de facto ხელისუფლებას უნდა თბილად დაჯდომა. ყველაფერი, რასაც ისაკეთებს, არის საიმისოდ, რომ თბილად იჯდეს კიდევ კარგა ხანი საკუთარ სკამზე. თბილად იყოს, მოწყობილი იყოს, ბევრი ფული მოიპაროს. უზრუნველყოს საკუთარი დღევანდელი ოჯახი ან შთამომავლობა ბევრი ფულით და შერჩეს ეს ყველაფერი რაც დავარია. სხვა ინტერესი მას არ აქვს და ესეც არის რუსულობა და რუსეთი ამაში ეხმარება. და ამიტომ არის გადაფსკვნილი რუსეთთან და ამიტომაც აქცევს საქართველოს გრუზიად ეს de facto ხელისუფლება. ნახვამდის.